დღემშვიდობის საქართველო ეს გამეთიშა რაღაც ინტერნეტი დაიმთავრდა ეთყობა და ეხლა ჩავტვირთეთ მოკლედ დღეს არის 3 მაისი და ეხლა არის პირველი დაიწყო უკვე 10 წუთია საღამოს 7-8 წუთი. როგორც გითხარით 3-4 დღე ვერ მოვიცლიდი წინა ლაივში და ეხლა უკვე შემიძლია ჩავწერო ერთი ლაივი და მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე რომელიც შარშან წინ მე მქონდა ამაზე სერიოზული განხილვები, ვიდეო ლექციები ასე ვთქვათ. სადაც დოკუმენტებიც განახეთ ყველაფერი და დეტალურად გავიარეთ წილ-წილ ყველაფერი. ლაივში ვარ, მგონი ერთ შემოვიდა, კი ბატონო. მე როგორც ყოველთვის არ და ვერ დაველოდები ახლა შემოსვლებს, მე თავად ნელა ნახავს ყველა ერთად. მოკლედ ჩემო მეგობრებო, ეხლა მე დავიწყებ საუბარს და მე ბოლოს დავამთავრებ ის მინდა ყველაფერი მე ერთად გადავაბადე. ესე იგი, ჩვენ მე რამდენჯერ მithქვამს, რომ უნდა გამთავისუფლდეთ ამ რელიგიური ფანატიზმიდან, რომელიც პრაქტიკულად უკვე ქვეყანა დაღუპა. ხალხი, ასე ვთქვათ. და ქვეყანაც მას გადაყვა. ვინაიდან და რადგანაც ქრისტეს არანაირი რელიგია არ უხადაგებია. არანაირი. არც რა თქმა უნდა ქრისტიანობა მე შემოიტანეს. არც ქრისტე არის შემოკარგებულ ქრისტეს გვარი და არც იესო არის მისი სახელი. მისი სახელი და გვარი სულ სხვა იყო. რა თქმა უნდა. ეს არის ყველაფერი მოგონილი, ეს არის შემდეგ ეს სიტყვები აწყობილია უმაღლეს დონეზე, ვინც აწყო და მე ჩასმულია აი ურიების ენაზე ვთქვათ კაბალისტურად არის დაალაგებული ყველაფერი. მაგრამ მას ძირს უმაგრებს ჰემატრია. და ჰემატრიაზეა მე გადაწყობილი ყველაფერი ამ სამყაროს ქვეშ კი რაც არსებობს და ვისაც ჩემი ფილმი ფორმულას პირველ ნაწილში მდენი არ იყო, მაგრამ მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილი დატვირთული კი არა, გაწენილი იყო ამ ჰემატრიული სენსაციებით. ეხლა ზოგი რომ ამბობს მღვდელი ასე ვთქვათ, რიცხვები არ არის და შეიძლება ღმერთთან და ერთი ამბავიო ათასობით მაგალითი განახეთ, რომ ყველაფერი არის სისტემაში ჩასმული. მკაც სისტემაში. და ეს ის ღმერთი არა, რომელსაც ჩვენ უმრავლესობა ვფიქრობთ, რომ ვიღაცა იქ ცოცხალი ადამიანი ზის რუბლებში და ანაფორში და წვერებია და იქიდან გვიყურებს და არიქა და უი თუ რამეს დააშავებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვინც ასე იკვებება დღემდე კიდე, ის ძალიან სერიოზულ ზღაპრებშია და ილუზიებშია. და სამწუხაროდ რომ ბევრი რო არის ასეთები, იმიტომ არის ცუდად დაგვაქვს საქმე. ის სურათი კიდე რო დავდე მე იქ რომ აი ვაკისის რო არის ბატონო კეკელია მღვდელი რომელსაც გოტია გაცემული ყველაზე და ყველაფერზე ეს იყო შევარანძის და ნუ ნახეთ როგორ ასმევდა იწყალს და წამას და მაგიაზიარებდა და აკურთხებდა და ყველაფერი შემდეგ ილიას ლაქიაც ეს იყო და შემდეგ აგერ არის ახლა მუჯირის ასე ვთქვათ იგივე გაგრძელებაა და იმიტომ ჩემო კარგებო 35 წელიწადია აი ამ ზღაპარში ასე ვთქვათ დეშმაკის ბორბალიც იმიტომ ქვია მას იმ კარუსელს რაზედაც მე ბევრი ვიფიქრე ესე იგი ბავშვობიდან მაინტერესებდა კაცო ბავშვების საქანელებია გასართობია ყველაფერი და რატო ქვია აი ამ წერეზე რო დადის აი ამ მოწყობილობას თქო ეშმაკის ბორბალი მაინც და მაინც ყოფილიყო ღმერთის ბორბალი კაცო ან ანგელოზების ბორბალი დაერქვათ გადასავი არ იქნებოდა არა ეშმაკის ბორბალი რატომ იმიტომ რომ თავარი იქ რო ჩაჯდე ხო და არსად არ მიდიხარ სულ აი ესე წრეზე დადიხარ ანუ გზა აღარ არსებობს ამიტომ ქვია მას ეშმაკის წრე რომ ყოველთვის ერთ და იგივე ტყუილით გვაბითურებენ. ცოტათი შეცვლია ამ ტყუილს, ოღონდ სხვა რაღაცა ფერი შეუცვლიან და ისევ ახალ წრეზე მიდიხარ. არა და დატრიალებ ერთ და იგივე წრეს.
და ჩვენ მithumedes ხა 34 წელიწადია 92 შემდეგ და ვხედავთ ისევ შევარანცის კადრი, ისევ ილიას კადრი, ან ისევ და ისევ უსამართლობა, რომელიც არ გაამჟღავნებენ არასდროს სიმართლეს. გესმის? ილიამაც იმიტომ დანიშნა ეს მის სამომავლოდ, რომ თავისი ასე ვთქვათ, ჭუჭყები და მთელი რაც ჰქონდა, ცოდვები და დაშავებული ასე ვთქვათ, დანაშაულები, ცოტა კი არა დანაშაულები. მე შემდეგ არ გაემჟღავნინა, მას შემდეგ მან დატოვა თავისი მოანდერძი, ანუ თავისი გზის გამაგრძელებელი. ისე რომ თავის სახელი არ შეეპყრათ. მეგარდა? კარგით, ახლა ვილაპარაკოთ კიდე იმ საკითხზე, რომელიც ყველას, აინტერესებს ალბათ, რომელზედაც როგორც თავში გითხარით, ადრე მქონდა თქმა ამაზე დეტალურად კვლევები. შემოგარგებო ჩვენ რომ გვეუბნებიან რომ ბავშვი რო დაიბადება არ იქა და უნდა მოინათლოს თქო. ესე იგი, რამდენჯერ ახსენე რომ მონათლ ადამიანის ხდება მას შემდეგ როცა ადამიანის სრულყოფილებაში შევა, ანუ ჩამოყალიბდება და გაიგებს ცხოვრების არსს. გამიგეთ? როცა ცხოვრების არსს გაიგებს, მიაკვლევს თუ ვინ რა არის. პირველ რიგში როცა შემეცნებს საკუთარი თავი ვინ არის. აი მის შემდეგ ხდება ადამიანის მონათლა. და ის ნათლულიც და ნათლია კიდევ უფრო სწორედ უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც მას გაზრდის გონებრივად და სულიერად. ეს მეგრულში კარგად ჟღერს, იმიტომ რომ მეგრულად ითქმის მორდია. ნათლი არის მორდია. მორდია არის შენ უნდა გაზარდო. გონებრივია ხამაგი იმაზე არ არის საწმელი რომ იურბენიო და რაღაც. არა. ეს სულიერად განათლება ბავშვის. მას ევალებოდა. დიდი ხანია რომ ამ მორდიან, მასთან ნათლიან დაკარგა თავისი ფუნქცია და არის უბრალოდ როგორ გითხრა ვინმე შეძლებულს თუ მონახავთ, ყოველთვის გვირჩევნიან რომ შეძლებულმა მონათლოს და რაღაცა რა სისულელია რაღაცა რა ვიცი, ან ვის რაში არგია და კაი რაღაცა უყიდოს ერთი და ორჯერ მაგალითად სიტყვაზე და ყველა მშობელი მას ვფიქრობს რომ არ გადა შვილს შემდეგ რაღაცაში გამოადგეს. ანუ ეს არის მატერიალური განზომილება. გესმით? რომელიც ღმერთს აღაფეში არც სჭირდება. აბსოლუტურად. ჩვენ ბავშვს კი არ ვნათლავთ, ჩვენ ბაღანებს ვუყართ ესეთი. მეორეთი და ადამიანის უფლება არის რომ თვითონ გადაწყვიტოს ყველაფერი. ხომ ასე? კი. ჩვენ კიდე ბავშვი მიყავს ისეთ უგონო, ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, მდგომარეობაში, როცა ბავშვს არ ესმის აბსოლუტურად დედა და მამის გარდა არაფერი არ ესმის ამ ქვეყანას. ხო ასე? ანუ ჩვენ ესე იგი ბავშვს, რომელიც ჯერ აზზე არ არის აბსოლუტურად, არც კი ვეკითხებით, ისეთ რაღაც ეგრეგორში შეგვყავს, რომლისგანაც მთელი ცხოვრება მე ვერ გამოდის. ერთ ბუზა, ჩაწერა, ჩემს. რომლისგან ვეღარ გამოდის მე ეს ბავშვი, რო გაიზრდება კიდე. რატომ? იმიტომ მამაო, მოკლედ ერთი ამბავი. ყველა ბავშვი უმრავლესობა კიდე ყველა სტიქაროსანია. ვისაც სჭირდება ეს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ იმათ, ვინც მათ იყენებს სტიქაროსნებად. ხო ასე? ყველა ძალიან კარგად იყენებენ. მესამეთი და ბავშვს რომ ნათლავთ. აი აქედან თმას რო აჭრიან. ეს სადღიწერია რომ ბიბლიაში რომელიც წმინდა წიგნში ეს იგი. რატომ უნდა მოაჭრან? რატო არ გითხულობ? რატო აჭრით ჩემს შვილს თმას? ჩერა ვინმე ზაგვარებთან მიყვავს? გავხსნათ გონება ხალხო. თმას რო აჭრით ბავშვს ვის ასე სჭირია? აი გეკითხებით. თმა ხომ არის ერთადერთი უნიკალური ადამიანის ორგანიზმში. ერთადერთი უნიკალური იდენტიფიკატორი იმისა, რომ დნმ-ის მომცემია. დნმ-ის უნიკალურად. აი წეტ-წეტ-წეტამდე რომ სვამს ყველაფერს ისე. და თუ ეს თმა მოაჭრეს, ვიღაცა რაღაცას სჭირია, ხო ასე? ხო, ესე იგი ფიქრი აღარ გვინდა და ვაკეთებთ იმას, იმიტომ რომ
ჩვენ კიდე ეგრეგორში ვართ უმრავლესობა და უმრავლესობა ძალიან დიდი უმრავლესობა. ის უმრავლესობა, რომელიც ილიას იმაზე გამოვიდა. აი ამდენი ხალხი, აი ეგრეგორში ტრიალებს. ამ ილუზიაში, ამ ეშმაკის ბორბალში, საიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირთ მე. კიდევ ერთი საკითხი ლოცვაზე. არ იქა და ილოცე და ილოცე. სად გითხრათ ქრისტემ რომ დაიკავეთ და ილოცეთ მამაო ჩვენ. სად დაგვიწერა ეს? ვინ დაგვიწერა? პავლემ და კონსტანტინემ, ხო? პავლე რომელიც იყო ქრისტეს მტერი. კონსტანტინე კიდე რომელმაც რომის იმპერატორი რომელსაც დასჭირდა ეს გამოსაყენებლად ხალხის და მასების სამართავად. გახსოვთ ეს ფილმი კიდე რო განახეთ რუსული ფილმი იყო ერთი ტრის სტარცა ქართულად რო თქვა სამი ბერი. სამი მოხუცი როგორ რომელიც კუნძულზე ცხოვრობს მხოლოდ 3 და ისინი რო ჩამოვლენ მღვდლები მიდან ქალაქიდან ასე თქვა და თქვენ როგორ ლოცულობთ და არაფერი ესე უბრალოდ კაცო თქვენ სამი ჩვენ სამი ჩვენ დაგილოცეთ გზადაკარი და ასე და ასე მაგვარი გამიგედა არა ისე არ უნდა ლოცვა კაცო ჩვენ გასწავლით ლოცვას და ასავლეს და გადავისოთ ამ საწლებს ხო ნუ ახლა არ მოყვები ახლა ბევრი ნაყურები ხართ მაგაზე ხო ბოლოს როგორც იყო ანუ ახლა როგორ გითხრათ იცით ადამიანი როცა ლოცულობს თუ ის ლოცვა არ ამოდის გულიდან და სულის ვიბრაცია ენერგეტიკა თუ არ არის შეზავებული მაშინ სიტყვას ნუ ლოცვა ზოგადად ყავლი გაზდის ასჯერა ფუტლი არის გამიგეთ ამიტომ ვინც ლოცულობს რო არაფერს არ ღებულობს გესმით აი როგორ გითხრათ ახლა ლოცვა კარგია მაშინ ნებისმიერი ქმედება კარგია თუ მას შედეგი მოაქვს ნუ კაი ერთხელ არა ორჯერ არა სამჯერ არა 10-დან ერთხელ არა კაცო ეხლა რასაც მაგ პრინციპში ყველა მე ნათქვამი მაგ და სამაგ დალაგებული მაგ წინა ლექციებში შარშანს და მას მაგრამ ლაივში უკეთესად გადის ეთერში და იმიტომ ამბობ მას ერთ შემთხვევაში მოგიყვანთ ახალგაზრდა ცოლი და ქმარი იყო და ბავშვი შეეძინათ ბავშვი გახდა ცუდად თან ეს ბავშვი შეეძინენ ძალიან დიდი ხნის შემდეგ დაქორწინებიდან სერიოზული დაავადება დაემართა ამ ბავშვს თუ რა ვიცი დაავადებიდან თუ რაღაცა რომ მოკლედ უკურნებელია რა სერიოზული სენი იყო ჩავარდა დედა ლოცვად ღამებს ათენებდნენ ბავშვის საწოლთან ხარტი სანთელი რა ვიცი არაფერი არ დააკლეს ცრემლები მოკლედ ბავშვი გარდაიცვალა ეხლა გეკითხე მე ეს არ არის ერთეული შემთხვევა ხო თქვენ ხო გესმით ეხლა რასაც ერთეული შემთხვევა არ არის და არა მარტო ბავშვის იმაზეა ბევრს აქვს ბევრი პრობლემა და ბევრი ლოცულობს და ერთი ამბავი ხო მაგრამ რატო არ სრულდება ეს ლოცვა? რატო არ ესმის ღმერთს? მე რო გითხრათ ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ მე როგორც ფიქრობ ისიც პასუხი კიდე გაცემული მაქვს ყველაფერი მე ხა უბრალოდ მოკლედ ვესწრებ ყველაფერს აპდეიტს ვაკეთებ ასე თქვა გესმით ესე იგი ჩვენ არ ვლოცულობთ ისე როგორც საჭიროა ავტომატურად და ბუნებრივად ღმერთს კიდე არ ესმის არაფერი აბსოლუტურად ათეისტიდან გამომდინარე მაშინ დაგიზდებიან და გეტყვით თურმე თქვენი ღმერთი ცოცხალია მაშინ 2000-ზე წვეტა გაქვს ლეჯა გაქვს შესაძლოა გაქვს ვერაფერი ხერი ვერ მაშინ სად არის თქვენი ღმერთი გეტყვიან აქეთ თუ ათეისტია მაშინ მსმენელი ვისაც კითხვას უსვამს ის მომწუნია ისე ჩვენი ღმერთი მოვალ წვიდანო აი მეორედ მოსვლას ველოდებით ზავა 2000 წელი ელოდები კაცო სანამ 2000 წელი და მოვა მანამდე ეშმაკება თავის საქმე გააკეთეს აი დღეს კიდე რო ხოცავენ და ერთი ამბავი როა პალესტინაში და ლიბიაში კიდე კარგით მოკლედ ახლა მე დღეს ძალიან პატარა ვიდეო იქნება ალბათ წუთიანი იქნება აი მას ამოჭრი ისიც ფილმი ფორმულადანი და დაგიდებთ ეს სამი ლექცია რო იყო ახლა რო დავყავი ხო იქ რაზეც იყო საუბარი იმის გაგრძელება იქნება ანუ დოკუმენტი
მე არ ვიტყვი თუ რა არის ეს, იმიტომ რომ იქაც სათქმელი ბევრი არაფერი არ იქნება. უბრალოდ კადრობრივად განახებ საბუთებს. მორჩა და დამთავრდა და ვიდეოს ზემოთ რასაც დავაცეთ, იმას წაიგეთ ძალიან ბევრი არ გეტყობს რატომღაც. მარტო ვიდეოს უყურებს. ზემოთ ვიდეოზე რაზეც ვიდეოს ზემოთ რაც დევს, ну იქ იწერება სადღაც 1 წელი და მე აწერია წერტილები და მეტი. აი მეც დააჭირეთ და წაიკითხეთ, იმიტომ ეს ისეთივეა როგორც წინა სიტყვაობა სჭირდება ისე. გამიგე. ამიტომ წაიკითხეთ ეს ყველაფერი და ნახავთ. მეტი კი არა. ასეთი კადრები მე რო ამოვჭრა ჩემი ვიდეოები და ალბათ 9 წელიწადი მარტო მის დადებას მომდები. მაგრამ ნახოთ, იმიტომ რომ არც ღვთისმშობელი ბუნებრივი არ იყო ურია, ეს გასაგებია, მაგრამ აი ამ ეშმაკი წრეში ვინც გვატრიალებს საპატრიარქოს დამსახურებით. ეგენი ზდიან ახალ თაობას, პატარა ბავშვებს და მათ უტრიალებენ ტვინს. ამიტომ ეს არის ჩვენი მომავალი, რომელიც წინ დაგვხვდება და დაგვხვდება ისე ძალიან ცუდად რა. კარგით. მომავალ შეხვედრამდე და დავდები ხა ცოტა ხანში ამოჭრე ხა მაგ ვიდეოს და დაელოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.